მე პოლიტიკური შეფასებებისგან თავ შევიკავებ სამართლებრივ შეფასებებზე მოგახსენებთ საფუძველი იმისათვის პოლიტიკური ელფერი აქვს თავის თავად საქმეს ზოგადად ირაკლი ოქროაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი მე მას მინდა აქედან მოკითხვა გადავცე და თავისუფლება ვუსურვო რა თქმა უნდა რაც შეიძლება მალე რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს განაჩენი არ ვიტყვი ახლა დიდ სასწაულს არაფერს უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს ის მტკიცებულებები რომლებიც დღეს სასამართლომ მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად რომ ირაკლი ოქროაშვილისათვის გამოეტანა განაჩენი თითქოს მან გასცა დავალება რომ შემთხვევის ადგილზე მიეტანათ იარაღები ძალიან მარტივად მინდა გადმოვცეს და რაღაც ზედმეტი სამართლებრივი ტერმინოლოგიით არ გადაკალოთ ფაქტიურად ეს იყო ერთადერთი პირდაპირი ჩვენება ყოფილი მაღალჩინოსნის რომელმაც თქვა რომ მინისტრმა მითხრაო რომ ისე წარმოაჩინე სურათი თითქოს იყო ორმხრივი სროლა და მე ამის გამო ჩავთვალე რომ იარაღი უნდა მომეტანაო და შემდეგ უკვე თავად იყო სრულად ჩართული აი ამ შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირება. ეს არის ერთადერთი რის გამოც დღეს მიესაჯა ირაკლი ოქროაშვილს 7 წლიანი პატიმრობა? ერთადერთი პირდაპირ მტკიცებულება და ამაზეც კიდევ ვიტყვი რა კატეგორიის და რა ხარისხის არის მტკიცებულება და ასევე მეორე მაღალჩინოსანი რომელმაც თქვა რომ აი პირველმა მაღალჩინოსანმა მითხრა რომ ეს არის მინისტრის დავალება. ოღონ აქ შეიძლება რა თქმა უნდა ერთი ჩვენებაც და მეორეც საკმარისი იყოს, ოღონ თავარია ამას წინ რა ისტორია აქვს. ეს არ არის უეცრად განვითარებული საქმე და სამართალწარმოება. ეს არის 21 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება სასამართლო განხილვა ჯამში. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საზოგადოებაში ძალიან უკმაყოფილება მოყვა და რა თქმა უნდა ბევრი კითხვის ნიშანი იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ეს ორი მაღალჩინოსანი არაერთხელ იქნა დაკითხული მთელი ამ წლების განმავლობაში და რატომ არის მათი ჩვენებები არასარწმუნო, რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებებს იძლეოდა ეს ხალხი და შემდეგ როდესაც მოხდა უკვე უშუალოდ მათი გასამართლება, მათი მხილება, როგორც შემთხვევის ადგილის მთავარი ფალსიფიკატორების, ამის შემდეგ მათ უჩნდებათ სურვილი, რომ მიმართონ საგამოძიებო სამსახურს, თხოვონ თანამშრომლობა უკვე პატიმრობაში ყოფნის პირობებში, მას შემდეგ რაც მისჯილი აქვს საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელები, იღებენ დაპირებას ამ თანამშრომლობაზე, პატიმრობის რეჟიმში ცხადდებიან ირაკლი ოქროაშვილის სასამართლო პროცესზე, იმ ჩვენებას მისცემენ, რომელიც შემდეგ გახდა განაჩენი საფუძველი და ამის შემდეგ ძალიან მოკლე ვადაში ისინი იღებენ თავისუფლებას. ანუ ეს არის ორი დაინტერესებული. ანუ ირაკლი ოქროაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღეს მათ თავისუფლება. როგორ არის? ეს პირდაპირ არის დაფიქსირებული, მაგრამ ამას დიდი მტკიცებაც არ უნდა საქმე მეტყველებს თავად ამაზე. ისინი იმყოფებიან პატიმრობაში, მისჯილი აქვთ. თუ არ მეშლება დაახლოებით 7 წლის ფარგლებში ჰქონდათ სასჯელი და ჩვენების მიცემიდან ძალიან მოკლე ვადაში დაახლოებით 1 თვის ფარგლებში ისინი ტოვებენ, მათთან ფორმდება საპროცესო შეთანხმება და ისინი ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. აი ეს არის მთელი ისტორია საქმის. კი ბატონო, 5 წლიანი სასამართლო განხილვა იყო თუ არ ვცდები, რომელიც დასრულდა სწორედ ახლა ირაკლი ოქროაშვილს კიდევ ერთხელ ვამბობ 7 წელი, თუმცა ის ნაკლები ვადით იქნება ციხეში რაღაცეები გამოაკლდება. ზურაბ ადეიშვილი არის გამართლებული ამ საქმეზე, არ ვიცი თქვენ რამდენად კორექტულია რომ ეხლა ეს შეკითხვა დაგისვათ, მაგრამ რის საფუძველზე გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, ანუ თუ მტკიცებ არ იყო მის მიმართ ისეთი თუნდაც საფუძველი, როგორიც რაზეც ეხლა თქვენ ყვებოდით? ორი მოტივით ვერ გაგცემთ პასუხს თქვენ შეკითხვაზე. ერთი რომ არ ვიცი, უბრალოდ არავინ არ იცის და ეს გვეცოდინება მას შემდეგ, რაც ჩაგვარდება ალბათ 2 კვირის ვადაში უკვე მოტივირებული გადაწყვეტილება, ვინაიდან დღეს მოსამართლეს განმარტებები არანაირი არ გაუკეთებია და მეორე უფლებამოსილიც არ ვარ ამ საკითხზე ვისაუბრო, ვინაიდან ზურაბ ადეიშვილის დაცვას რა თქმა უნდა ჩემი. კი ბატონო, მესმის თქვენი პასუხი. ირაკლი ოქროაშვილი ამჯერად საპატიმროში იმყოფება და თეატრო ლუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 8 თვე ქონდა, თუ არ ვცდები, მას მაქსიმალური ვადა მისჯილი მაისშია ის დაპატიმრებული, შესაბამისად იანვარში უნდა გამოსულიყო. რატომ ახლა? მე ვთქვი რომ 5 წლიანი განხილვა იყო თქვა, აი რატომ ახლა ეს მე ამ კითხვებს პოლიტიკოსებთანაც დავსვავ ცხადია, აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. სხვანაირადაც დავსვავდი ამ კითხვას, რატომ დასჭირდა ამდენი წელი და რატომ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აქამდე. 5 წლის განმავლობაში იხილება აღნიშნული სასამართლოს თქმა და თქვენ რომ ნახოთ დინამიკა სასამართლოს განხილვის, აქ იყო თითო
მოწმე ისიც საქმესთან ნაკლებ შემხებლობაში იმყოფი, ან ბოლო რამდენიმე წელი ხდებოდა ხელოვნურად ფაქტიკა. რამე ახალი გარემოება გამოიკვეთა, ეხლა რატო დასრულდა, რამე ხანდაზმულობის ვადა გაზდიოდა? არა, ხანდაზმულობის ვადები შეჩერებულია ბრალდების მიცემის შემდეგ, საქმეს პრობლემა ბჭყალებში ამხრივ ბრალდების კუთხით არ ქონდა. უბრალოდ რატომ ახლა შესაძლებლობრივი ესეჭვები არსებობს ჩვენს მაგვარაუდებში მოყვები, თუმცა ახლა ეს საქმიდან ესე პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ აქამდეც უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება. კი. ირაკლიზე მინდა აუცილებლად გკითხოთ, ის არადასწრებია პროცესს, თუმცა თქვენ გააქვთ მასთან კონტაქტი. შესაბამისად, არ ვიცი, ქონდა თუ არა მას ასეთი მოლოდინი, რომ აი ამ საქმეზე დადგებოდა განაჩენი სწორედ ახლა, თუ არ ვიცი, საერთოდ რა მოლოდინი ქონდა და რა შეგიძლიათ ამაზეც რომ მითხრათ. არა მხოლოდ დღევანდელ პროცესს ირაკლი ოქრუაშვილი ნაკლებად არ დასწრებია საერთოდ მიმდინარე სამართალწარმოებას. ნუ აქ მარტივი ახსნა აქვს, რომ ალბათ განსაკუთრებული მოლოდინი ამ სამართალწარმოებისგან არ ქონდა. შესაბამისად, მოლოდინი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. ერთი მოლოდინი, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებს და ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ გამომტყუნებელი განაჩენი ვერ გამოვიდოდა, თუმცა მეორე მოლოდინი ის, რომ შესაძლებელი იყო ნებისმიერი გადაწყვეტილება გამოსულიყო, სამწუხაროდ გამართლდა. კი, ერთ კითხვასაც დავსვავ, ვიცი რომ ასაჩივრებთ, ცხადია, სააპელაციოში გაასაჩივრებთ ამას ყველაფერს და ერთ კითხვასაც დავსვავ, აი თქვენი როგორც მისი ირაკლი ოქრუაშვილის უფლებების დამცველის მთავარი არგუმენტი რა არის, რომ ის არის სამართლებრივად ამ საქმეში უდანაშაული? მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მტკიცებულება არ არსებობს, არ ევალება ადამიანს ნამდვილად მტკიცება იმისა, რომ ის არის მართალი იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. არ დასტურდება არანაირად არც ერთი სტანდარტით ის გარემოება, რომ იმ ღამეს 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა განკარგულება, რომ შემთხვევის ადგილზე მიეტანათ ზედსასროლი იარაღი. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს. მეტი არგუმენტი სამართლებრივად შეუძლებელია რომ არსებობს. ჩვენ არ გვჭირდება იმის ახსნა, რომ რაღაც მტკიცებულები რაღაცას არ ადასტურებს. ფიზიკურად არ არსებობს გარდა იმ ორი დაინტერესებული პირის ჩვენებისა და მათი დაინტერესებაც ეს არ არის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი. ეს არ არის შეფასების საგანი. ეს ყველაფერი დევს საქმეში. როგორ განვითარდა მოვლენები, დინამიკა მოვლენების ამაზე მე. ირაკლი ოქრუაშვილთან კითხვები ისედაც არსებობდა. გარდა სამართლებრივი ნაწილის ამ საქმეს ქონდა და აქვს ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს კითხვები არსებობდა. შესაბამისად, თქვენ უბრალოდ ამბობთ, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი არ მტკიცდება. დანაშაული და უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილი. დიახ, და ეს არ არის პატარა სათქმელი, როდესაც სამართლებრივად არ მტკიცდება და ფაქტიურად ორი დაინტერესებული პირის, იმ პირის, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა აი ამ ჩვენების, რომლებიც მანამდე რადიკალურად განსხვავებულ რაღაცას 7-ჯერ, 8-ჯერ აქვს ჩვენები მიცემული, რომლებიც თავად არიან მხილებული დანაშაულის შადენაში, მათ შორის პირდაპირ მოწმეები მიუთითებდნენ მათზე, როგორც ზეწოლის განხორციელებელ პირებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, თქვენს კოლეგებზე, აი ეს გახდა განაჩენის საფუძველი. და ამაზე მეტი საფუძველი სამართლებრივად არ არსებობს და პოლიტიკური შეფასებები საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის მიმინდი. ახლა ძალიან დიდი მადლობა, დაველოდებით, როდის გასაჩივრდება დაახლოებით რა ვადებში მოხდება ერთი თვის ვადა არის ამის. თვის ვადაში და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მოხვედით დღეს და დეტალურად მოგვიყევით რა ხდებოდა და რა ხდება ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით. ბოდიში კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად თქვენ როგორც ადვოკატს, სწორედ თქვენ გეხებათ ის ცვლილებები, რომელსაც იღებს ქართული ოცნება ტელეფონის შეტანის უფლება რომ არ გექნებათ უკვე სხდომებზე, როგორ აფასებთ ამას ყველაფერს და რამდენად სამართლიანია და რას აპირებთ ადვოკატები ამასთან დაკავშირებით? სრულად, რა თქმა უნდა, ეს არის სრულად მიუღებელი და ეს ის საკითხია, ალბათ ვიმედოვნებ, რომ გაგვაერთიანებს ადვოკატებს და პროკურორებს, ვინაიდან ეს თანაბრად ეხება ყველა მხარეს და სამართალწარმოების განხორციელება ესეთ პირობებში ძალიან რთული იქნება. აპირებთ რომ რაიმე პროტესტი გამოთქვათ, ხმამაღლა ისაუბროთ? ამის სურვილი ნამდვილად არსებობს. ეხლა ეს სურვილი რაში გადაისახება, ამას კოლეგები დავილაპარაკებთ და ვნახოთ.